რა ხდება სინამდვილეში მისტიურ მღვიმეში, სადაც სულ რამდენიმე ადამიანია ნამყოფი. ამ ვიდეოში მოგიყვებით ამბავს, რომელიც ჩემთვის ორმაგად მნიშვნელოვანია შვილისთვის, რომელმაც მამის წარსულის კვალს მიაგნო და როგორც ადამიანისთვის, რომელსაც სიმართლის გაგება სწურია. ამ ყველაფერს საფუძვლად უდევს ძველი რეული მამაჩემის დღიური, იქ აღწერილია ის თავგადასავალი მღვიმეში, სადაც ადამიანი მანამდე არ იყო ნამყოფი. სწორედ ამის შემდეგ მამაჩემი დაავადდა და გარდაიცვალა. ყველაფერი რაც ამ თემის ირგვლივ არსებობს ინტერნეტში, ენციკლოპედიებში, სწორედ იმ რვეულის ფურცლებიდან არის გადაწერილი. ეს რვეული არის დღიური, სადაც მამაჩემი ყვება იმ გამოცდილებაზე, რაც მან მიიღო იმ მღვიმეში შესვლით, სადაც აქამდე ფეხი არავის დაუდგამს. რა ნახეს იქ მან და მისმა ორმა თანასოფლელმა მხოლოდ გადმოცემით ვიცით და შეგვიძლია ამ დღიურიდან ამოვიკითხოთ. მას მერე იმ მღვიმეში არც არავინ ყოფილა. ჩვენ ამ ვიდეოში სწორედ ამ დღიურზე ვისაუბრებთ და შევსდებით გავარკვიოთ თუ რა წერია შიგნით და რა ნახეს ჭაბურთელებმა ამ მღვიმეში შესვლის შემდეგ. მანამდე დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და ყურადღებით შეიარაღდით, რადგან ჩვენ გიმოწიორილის მღვიმეზე უნდა ვისაუბროთ. ამასინად მარტოში ვიყავი ჩასული და მართლაც გამორჩეულ ჰიპერმარკეტ ბუმის სალაროსთან გამომიცნაურა ერთი ახალგაზრდა და მცირე გასაუბრების შემდეგ მდინარე ისკიაზე ჩამოაგდო საუბარი და მითხრა, რომ ის აპირებდა ზაფხულში ამ მღვიმეში შესვლას და მე მკითხა, მე ხوار ვაპირებდი მდინარე ისკიას სათავესთან მისვლას და იმ მღვიმეში ჩასვლას. ხო და ამ ვიდეოს იდეაც სწორედ აქედან დაიბადა. მამა რო გარდაიცვალა, მის დოკუმენტებს ვათვალიერებდი და ეს რვეული აღმოვაჩინე. დამაინტერესა შევყევი კითხვას და უფრო და უფრო გამიტაცა ამ ამბავმა. ყველაფერი სოფელ ჭაბურთაში იწყება, სოფელში სადაც ლელობურთს თამაშობდნენ და სადაც მდინარე ისკია იღებს სათავეს. აი ამ სოფლის მთავარ მოედანზე ადრე თურმე ლელობურთს თამაშობდნენ და ამიტომაც ჭალის პირას ბურთის მოთამაშეებმა თავიანთ სოფელს ჭაბურთა უწოდეს. არსებობს მე გამიგია მეორე ვერსიაც ამ სოფლის წარმოშობის, სახელის წარმოშობის, ეს არის ჭა მეგრულად ნიშნავს ჩალას, ბურთია და ჩალის ძნისგან შეკრული შესაძლოა ჩალის ძნისგან შეკრული ბურთებით თამაშობდნენ და ესეც ვერსია რომ ამის გამო დაერქვა ჭაბურთა ამ სოფელს, თუმცა პირველი ვერსია უფრო დასაჯერებელია, როგორც ჭალა და ბურთი და ჭალის პირას მობურთავე სოფლელები. სოფელ შუაზე ყოფს მდინარე ისკია, რომლის სათავეში არის სწორედ გიმოწიორილის მღვიმე. ეს მღვიმე თურმე ორი ოთახისგან შედგება. ახლა ვიწყებთ უკვე მამაჩემის დღიურის გაცნობას და ეხლა რასაც მოგიყვებით, ეს ინფორმაცია მიღებული გვაქვს სწორედ მამაჩემის დღიურიდან. მღვიმეს ორი შესასვლელი აქვს, პირველიდან, რომელიც ძალიან დაბალია და კაცი ძლივს ძლობით თუ გაეტევა, მდინარე ისკიას წყალი გამოდის. მეორე შესავალი მშრალია და ვიწრო. შემდეგ მამაჩემი მოყოლას აგზელებს, რომ მან სოსო ათათიამ, გოშა ფარულავამ და გიორგი ცანავამ პირველი შესავლის კედლის ხელოვნურ კაუჭზე თოკი გამოაბეს და აღმოჩნდა, რომ წყალი ყინულივით ცივი იყო. დაახლოებით 15 მეტრის გავლის შემდეგ გამოჭრილი კედელი დაუნახავთ, რომელიც დაახლოებით 30-40 სანტიმეტრით წინ იყო გამოწეული. წინსვლა დღიურის მიხედვით იმის იქით შესაძლებელია. მამაჩემი დღიურში ვარაუდობს, რომ რაც ნახა იმის მიხედვით მექანიკურად მოძრაობდა ეს კედლები. ამ სამ ადამიანს, ვინც მღვიმეში შევიდა, ამის შემდეგ კიდევ ერთი კედელი დაუნახავთ, სადაც ეს მღვიმე ვიწროვდება და გზა აღმოსავლეთისკენ მიემართება. წყალსა და ამ გამოჭრილ კედელს შორის წინსვლა შესაძლებელია ცურვით. ოღონდ სივიწრომის გამო ძალიან გაძნელებულია. მერე ისინი ხედავენ ოვალურ ჭრილს, რომელიც ჩრდილოეთისკენ მიდის, შემდეგ გამოჭრილი ვიწროვდება, მაგრამ მიგვითითებს, რომ მღვიმე ბევრად უფრო ღრმა არის, ვიდრე გარედან ჩანს. ამის შემდეგ მამაჩემი
კოშა და გიორგი, რადგან წინსვლა ვერ გააგრძელეს, გამოსულან მღვიმიდან და იქვე მიმდებარე ნოსკიას მთაზე ასულან, სადაც ჭაბურღილი ეგულებოდათ თურმე. მამაჩემი დღიურში ყვება. ჩვენ თოკების დახმარებით ჩავედით ჭაბურღილის ყელში, რომელმაც დარბაზში გაგვიყვანა. აქ შეხვდა დიდი რაოდენობით სტალაგმიტები და აქვე ვნახეთ შუაზე გადაჭრილი ჭური, რომელსაც უამრავი ნახევრეტი ჰქონდა. დარბაზი მაღალყელიანია და სიგრძე 8 მეტრი, სიგანე კი 15 მეტრამდე იქნება. სიმაღლე 4 მეტრს აღწევს და დარბაზის კედლებს ორივე მხრიდან აქვს ქვესკნელი. მამაჩემი თოკის დახმარებით ჩასულა მარჯვენა ქვესკნელში დაახლოებით 5 მეტრამდე და უნახავს ჭრილი გზა, რომელიც სავარაუდოდ სწორედ გიმოწიორილი მღვიმისკენ მიემართება. ეს გზა სავარაუდოდ უერთდება კიდეც ამ მღვიმეს. იმ დარბაზის მარცხენა მხარეს უნახავთ გამოჭრილი ოთახი, სადაც ზუსტად მართკუთხა პარალელეპიპედის ფორმის ქვას გადააწყდნენ. მათი ვარაუდეს, რომ ეს ქვა სალოცავად გამოიყენებოდა. მამაჩემი წერს, რომ მთაზე უამრავი ჭაა, ყველა ხელოვნურად დახურული. იმავე მთაზე ნაბეხოს მიდამოებში, როცა გზას აფართოვებდნენ, მშენებლებს უნახავთ კედელი და ჭიდან ამოსვლის შემდეგ ეს სამი ადამიანი სწორედ ამ ნიშნიან კედელთან მისულან. კედელზე უცნობი წარწერები იყო. ამის შემდეგ დღიურში მონაყოლი სრულდება. როცა რაიონში ხმა დაიხა, რომ სამი ადამიანი იდუმალ მღვიმეში შესულა, ამის შემდეგ მამაჩემს თურმე მარტვილის მუზეუმის სამეცნიერო ექსპედიცია აწვევია და მუზეუმმა ამ მოგზაურობაზე, ამ ექსპედიციაზე დღიური თავადაც გააკეთა. თუმცა მამაჩემი მანამდეც და მეერეც უამრავჯერ ჩასულა ამ მღვიმეში და უნახავს რამდენჯერმე ეს მღვიმე. მე ვიცი გადმოცემით, რომ ის რამდენჯერმე სიკვდილს გადარჩა სრულიად შემთხვევით და გადაარჩინეს სოფლილებმა. არცხადია აღჭურვილობა არ ექნებოდა ისეთი პროფესიონალური, როგორიც აქვთ ხოლმე სპელეოლოგებს და შესაბამისად მათ ვინც ექსპედიციას გეგმავს ხოლმე მღვიმეებში. რაც შეეხება მუზეუმის ექსპედიციას, მათი მიზანი იყო არა მხოლოდ სოფლის მღვიმეთა დათვალიერება, არამედ წაჩხურის მღვიმეთა მონახულებაც. ექსპედიციამ გაარკვია, რომ ეს მღვიმე, გიმოწიორილის მღვიმე არ ფიგურირებს ავტორთა ჯგუფის მიერ 1960 წლის საქართველოს მღვიმეთა კადასტრში, რაც უკვე აღძრავს ეჭვს ამ მღვიმის იდუმალ ბუნებაზე. ამის შემდეგ უკვე დღიური ყვება სოფელზე და ამ მღვიმეზე. ისკია სათავეც, სადაც ეს მღვიმე მდებარეობს, გიმოწიორილს ეძახიან, მღვიმესაც იმავე სახელწოდებით იცნობენ სოფლელები და ამ სიტყვის ზუსტი ქართული შესატყვისის მოძებნა ცოტათი ძნელია. მაგალითად, წიორია ძღაბი არსებობს ასეთ გამოთქმა და ეძახიან წერწეთ მოქნილად მოძრავ ქალიშვილს და მღვიმიდან გამოსული წყლის ნაკადი ვიწრო მიხვალ-მოხვალ ხეობებით ეშვება დაბლა და შესაძლოა ამიტომაც ეძახიან გიმოწიორილს ვიწროდ მავალს. შემდეგ დღიურში წერია, რომ ამ მღვიმის შესახებ ცნობები ამ სოფლის მკვიდრმა სოსო ათათიამ მოგვაწოდაო, მამაჩემმა ესე იგი, რომელიც მღვიმეში არაერთგზის შესულა და გიმოწიორილის სამყაროს საოცრებაც ბევრჯერ უნახავსო. ამ დღიურში წერია, რომ გიმოწიორილი კარსტული მღვიმე აღმოჩნდა, საიდანაც მდინარე იღებს სათავეს, მდინარე ისკია და ამ სათავესთან და შიგნითაც წყალი საოცრად სუფთა და ანკარაა. და როგორც ადგილობრივები ამბობენო, ეს წყალი სამკურნალო თვისებებითაც გამოირჩევა და კურნავს შაკიკს. ხშირი წვიმებისას ისკია დიდდება და მღვიმიდან ხმაურით გამოიდენება, შემდეგ იქვე იკვლევს გზას ქვემოთ დასავლეთისკენ და ქმნის ისკიას ხეობას. შემდეგ აღწერილია, როგორ უნდა მოხვდეთ ამ მღვიმესთან. მღვიმე მდებარეობს სოფლის ჩრდილოეთით დაახლოებით 2 კილომეტრში და მისადგომად ადვილია, შესასვლელი ორად იყოფა. მარცხენა მხარეს ისინი აღწერენ, რომ წყლის ნაკადი გამოედინება, მდინარე გამოედინება. წყალი შედარებით დაბალია, თუმცა ექსპედიციის წევრები მაინც მშრალი მარჯვენა შესასვლელიდან შესულან. გავლა ვიწრო გლუვ ზედაპირიან კედლებს შორის ძალიან გაჭირვებიათ. კედლები მალე ქვედა ნაწილით ისე დაუახლოვდა ერთმანეთსო, რომ ვიწრო და ღრმა დერეფანი შექმნაო
და წყლიან არხში ფეხის ჩადგმაც კი შეუძლებელი იყო, ამიტომ გავლა კედელ აქეთ-იქეთ ფეხებ მიჯენილებმა ძლივს მოახერხეთო. ამის შემდეგ დარბაზში შესულან, საიდანაც ნიმუში წამოუღიათ და როგორც კი გაუშრიათ ეს ნიმუში, ნანიჯისფერი გაქრა და ქვაზე ნაცრისფერი ლაქები დარჩაო. ამის შემდეგ წერია ის, რაც ჩემთვის ცოტა გაურკვეველს ხდის ორ დღიურ შორის რაღაც ინფორმაციებს. აქ საუბარია იმაზე, რომ დარბაზში სტალაგმიტები აღმოაჩინეთო და ამის შემდეგ სავალი არის იმდენად დავიწრობდა, რომ ექსპედიციის ბევრი მონაწილე ადგილობრივებიდან იძულებული გახდა უკან გაბრუნებულიყო. სტალაგმიტები აქ არა აქვს აღწერილი მამაჩემს აქ აღწერილი სტალაგმიტები მეორე მღვიმეში, როგორც გითხარით, როცა ისინი გამოვიდნენ ამ გიმოწიროლის მღვიმედან, შემდეგ როცა ჩავიდნენ ჭაბურღილის სიღრმეში, როგორც გახსოვთ, სწორედ იქ აქვს აღწერილი სტალაგმიტები და ეს ექსპედიცია აღწერს, რომ აქაც ნახა სტალაგმიტები. რის შემდეგაც გზა ჩაიკეტაო, თუმცა ადგილობრივმა მეგზურმა საუბარია მამაჩემზე, მათ უთხრა, რომ გზა კიდევ გრძელდება პროსიღრმეშიო, თუმცა გზის გაგრძელება მუზეუმის ექსპედიციის წევრებს ასე მოუმზადებულად სარისკო მოჩვენებიათ და უკან გამობრუნებულან. აი ეს ნაწილი ამ დღეურისა მიუთითებს იმაზე, რომ ის რაც მამაჩემმა არ დაწერა თავის დღეურში, აი აქ უნდა ვიგულისხმოთ. იქ საუბარია იმაზე, რომ რაღაცა პატარა დაბრკოლებას ისინი მამაჩემი და ის ორი ეგზური უკან გამობრუნდნენ. ამ დღეურში კი მამაჩემი მიუთითებს მუზეუმის ექსპედიციის წევრებს, რომ მღვიმე იქითაც გრძელდებაო, იქითაც იყო მამაჩემი ნამყოფი, რომელიც ამ დღეურში, თავის დღეურში, იმ დროინდელ დღეურში არ ეწერა. სავარაუდოდ უნდა ვიგულისხმოთ, რომ შემდეგ არის შესული მამაჩემი მარტო, სავარაუდოდ უფრო ღრმად ამ მღვიმეში. ამის შემდეგ ზოგად აღწერას იძლევა ექსპედიცია, მუზეუმის ექსპედიცია მდინარეზე და მღვიმეზე, ამბობს, რომ მღვიმე სველია და მასში გამდინარე წყალი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სუფთა და ანკარაა და არ იმღვრევა. მას შემდეგ ამ მღვიმეში ექსპედიცია არასდროს ყოფილა. ეს მღვიმე არ არის დატანილი რუკაზე, არ არსებობს ფოტო და ვიდეო მასალა და შიგნით რა ხდება, რა საიდუმლოს მალავს ეს მღვიმე, ჯერჯერობით ისევ გაურკვეველია. ზოგადად უძველესი გადმოცემით კოლხეთის მთიანეთის ქვემოთ მიწისქვეშ უდიდესი დარბაზული სივრცეა და ამ სივრცეში შესასვლელი რამდენიმეგან არის. კოლხეთის მთიანეთი დღეს როგორც იცით აფხაზეთს, სამეგრელოს და იმერეთს უჭირავს და იმ მისტიური საერთო დარბაზული სივრცის შესასვლელები არის ასხის მასივზე, ხვამლის მთაზე, ნუნისში, აფხაზეთში რამდენიმეგან და სავარაუდოდ სწორედ გიმოწიროლის მღვიმეც ამ საერთო სივრცის შესასვლელი უნდა იყოს. და აი დღეური მთავრდება. კითხვები კი არა, რა დაინახა მამაჩემმა იმ მღვიმის სიღრმეში, რა იმალება იმ გამოქვაბულების მიღმა, სადაც მექანიკურად მოძრავი კედლებია, ქვის სალოცავები და უცნობი წარწერებით დახუნძლული კედლები. შესაძლოა მამაჩემს ნანახი დღიურში მღელვარებამ გადააწერინა, მაგრამ იქნებ ეს მართლაც გზა იყო იმ სამყაროსკენ, რომელსაც ვერც ლოგიკა და ვერც მეცნიერება ვერ ხსნის. დღეს მამაჩემის რეულის ფურცლებზე გადმოცემული ისტორია ერთადერთი ხიდია მღვიმესა და საოცარ სამყაროს შორის და ეს ხიდი ჯერ ადამიანის ცნობის მოყარეობას არ გადაულახავს. მამაჩემი იმ დღეს გიმოწირულში შევიდა, მაგრამ თითქოს განცდებით სხვა ადგილიდან დაბრუნდა. დაბრუნდა მკრთალი სიჩუმით და უცნაური ღიმილით, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე თანსდებდა. და ახლა როცა ეს ამბავი შენც მოისმინე, ხომ გახსოვს ზოგჯერ ყველაზე მისტიური ადგილები არა მარტო ფიზიკურ გეოგრაფიაში, არამედ ჩვენი მოგონებების და ეხსიერების სიღრმეებში ბუდობს. ეს მღვიმე გიმოწირული შესაძლებელია რეალურიც იყოს და სიმბოლურიც, მაგრამ რაც უდავოა, რომ ეს არის ადგილი, სადაც მითი და მეცნიერება ერთ წერტილში იკვეთება. მე ამ ზაფხულს მინდა, რომ ამ მისტიურ მღვიმეში ვიმოგზაურო, შევიდე სანამდეც შესაძლებელია და თუ გსურს ჩემთან ერთად იმოგზაურო ამ საოცარ სამყაროში, გავაკეთოთ რაღაც ჯგუფი, რომელიც შევა ამ მღვიმეში და გამოიტანს პირველად ვიდეო და ფოტოკადრებს ამ მისტიური მღვიმიდან. მომწერეთ სოციალურ ქსელებში ან მომწერეთ მეილზე, რომელიც მითითებული იქნება ამ ვიდეოს აღწერაში. და თუ კი გსურს, რომ არ გამოგჩეს მსგავსი ვიდეოები, კარგად გავიწყდეს არხის გამოწერა და ვიდეოს დალაიქება და თუ ზარის ღილაკსაც დააყენე, მაშინ YouTube ასეთ ვიდეოებს პირდაპირ შენს აპლიკაციაში შეგახსენებს. გადაუზიარე ეს ვიდეო სხვებსაც, მათ ვისაც აინტერესებს შემოვერთეთ ჩვენ ჯგუფს, ან უბრალოდ ვისაც აინტერესებს მსგავსი
მისტიური საინტერესო ვიდეოები. ვიდეოს ბოლოს კი დაგისვამ კითხვას და შენი აზრი კომენტარებში დაწერე. შესაძლებელია თუ არა გიმოწირულში რაღაც ისეთი იმალება, რაც მსოფლიო ისტორიაში შეცვლის. დიდი მადლობა.